მოცემულია. თუ მხატვარი იყენებს მკვეთრ ფერებს, მაშინ იმ შემთხვევაში, თუ ის დახატავს პეიზაჟს, ეს პეიზაჟი იქნება დინამიკურიო. ესე იგი, ნახე, პეიზაჟის შემთხვევაში აუცილებლად შედეგი გვაქვს დინამიკური. ან წინაპირობა თავის მხრივ მკვეთრი ფერებით დახატვა. თუ პეიზაჟი გამოიყურება პირქუშად, მაშინ ის ვერ იქნება დინამიკურიო. ესე იგი, აქ ჩვენ თუ კი მეორე წინადადების წანამძღვრადაც ვიგულისხმებთ, რომ მკვეთრი ფერებით დაიხატა პეიზაჟი, მაშინ ჩვენ შევხვდებით წინააღმდეგობას, დაუძლებელ წინააღმდეგობას, რომელიც ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია მხატვარმა მკვეთრი ფერებით დახატოს პეიზაჟი, რომელიც პირქუში იქნება. პირქუში პეიზაჟი დახატული მკვეთრი ფერებით ეწინააღმდეგება დებულებას, რომ თუ დახატავს პეიზაჟს, ეს პეიზაჟი იქნება დინამიკური. ამიტომ პირობის გააზრების ეტაპზე უნდა შევთანხმდეთ, რომ მკვეთრი ფერებით დახატული პეიზაჟი პირქუში არ შეიძლება იყოს. რომელი გამომდინარეობს, ესე იგი, თუ მხატვარი იყენებს მკვეთრ ფერებს, მაშინ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დახატული პეიზაჟი არ გამოიყურება პირქუშად, ეს პეიზაჟი არ იქნება დინამიკური, არასწორი. იმიტომ რომ თუ მხატვარი მკვეთრ ფერებს იყენებს და პეიზაჟი არ არის პირქუში, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, რომ ვერ იქნება თეორიულადაც კი მკვეთრ ფერებში დახატული პეიზაჟი პირქუში, ეს პეიზაჟი არ არის დინამიკური, არასწორია, იმიტომ რომ დინამიკურია. B. თუ მხატვარი არ იყენებს მკვეთრ ფერებს, ამის გაგრძელება ჩვენ ლოგიკურად ძალიან გაგვიჭირდება. იმიტომ რომ როგორ განვითარდება ამ შემთხვევაში მოვლენები, არ ვიცით, ჩვენ ვიცით, რომ მკვეთრი ფერების დროს ეს პირობა ირთვება, ხო? ამიტომ თუ არ იყენებს მკვეთრ ფერებს, მაშინ იმ შემთხვევაში თუ მის მიერ დახატული პეიზაჟი გამოიყურება პირქუშად, ეს პეიზაჟი დინამიკური იქნება თუ არ იქნება, კაცმა არის. თუ მხატვარი არ იყენებს მკვეთრ ფერებს, მაშინ იმ შემთხვევაში თუ მან დახატა პეიზაჟი, ეს პეიზაჟი გამოიყურება პირქუშად, ხო? არ ვიცით. შეიძლება კი, შეიძლება არა. თუ მხატვარი არ იყენებს მკვეთრ ფერებს, მაშინ მის მიერ დახატული პეიზაჟი დინამიკურია, არც ეს ვიცით. თუ მხატვარი იყენებს მკვეთრ ფერებს, მაშინ მის მიერ დახატული პეიზაჟი არ გამოიყურება პირქუშად, იქნება სწორი პასუხი. რატომ კიდევ ერთხელ? თუ მკვეთრი ფერებით დახატული პეიზაჟი გვაქვს, ესე იგი ჩაირთო პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ აუცილებლად ეს ნახატი უნდა იყოს, ეს პეიზაჟი უნდა იყოს დინამიკური. თუ დინამიკურია, ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე პირობის წინადადებაში შედეგი დაირღვა და პეიზაჟი ვერ იქნება პირქუში. ამიტომ შეუძლებელია პეიზაჟი მკვეთრი ფერებით დახატული არ იყოს დინამიკური. ანუ აუცილებლად დინამიკურია. შესაბამისად, ეს პასუხი გამოდის აქ სწორი.